წმინდა წერილში თომა მოციქულის სახელი მათე, მარკოს და ლუკა მახარებლების თავებში სხვა მოციქულების გვერდით განსხვავებული თანმიმდევრობით იხსენიება. მათე მახარებელთან ის ფილიპესა და ბართლომეს შემდეგ თავად წმინდა მათესთან ერთადაა ნახსენები. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათთეოს მეზუერე. წმინდა მოციქული გალილეის ქალაქ პანიადადან იყო. თომა მუფალი პირველად მაშინ ნახა, როდესაც იგი გალილეასა და იუდეაში გადაგებდა და მისი უახლოესი მიმდევარი და მოწაფე გახდა. უფლის სადამაღლების შემდეგ თომას ინდოეთში გადაგება ხდა წილად. იმ დროს ინდოეთი იწოდებოდა სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას. მან გააქრისტიანა ინდოეთის მეფე გუნდაფორი და მისი სახლეული. ინდოეთში არაერთი სასწაული აღესრულა. წმინდა თომამ საკუთარი სარტყელი შეაბა მოჭრილ ხეს, რომლის დაძვრას სპილოების კი ვერ ახერხებდნენ და მშენებარე ტაძრამდე მიიტანა. მეორედ, როდესაც გურუმის ვაჟის მოკლა დასდეს ბრალად. თომამ იესო ქრისტეს სახელით თავად მოკლულს კითხა მკვლელის ვინაობის შესახებ და მანაც აღმოთქვა, რომ მკვლელი მამამისი გურუმი იყო. შორეული ქალამიდის ქვეყანაში გამგზავრებულმა თომა მოციქულმა მეფემ მუზდის მეუღლე, ძე და მისი ახლობლები მოაქცია. განრისხებულმა მეფემ შეიპყრო იგი და მისი წამება ბრძანა. მოციქული დააყენეს გავარვარებულ რკინის დაფებზე, რომლებიც უმალ წყალმა დაფარა. აგზნებულ ღუმელში მთელი ღამით ყოფნის მერე კი იქიდან უვნებლად გამოვიდა. მოციქულის მიახლოებისთანავე ცვილივით დადნა მზის კერპი, რომლის სათაყვანებლადაც მიიყვანეს იგი. ბოლოს მეფემ კალაგარეთ გაიყვანა მოციქული და შუბით მოაკდინებინა იგი. საბედნიეროდ თომა მოციქულმა მოასწრო და მისი მიმდევრები მღვდლებად და დიაკვნებად აკურთხა. სწორედ ამ ადამიანებმა დაკრძალეს მისი ნეშთი ქალაქ მალიპურიდან 6 კილომეტრში. მოგვიანებით ძის დასნეულების და სასწაულებრივი განკურნების შედეგად თავად მეფეც გაქრისტიანდა და წმინდად სინანულში და ღვთისადმი ლოცვა-ვედრებაში განვლო დარჩენილი ცხოვრება. მანვე გაახსნევინა მოციქულის საფლავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეშთი ფარულად უკვე გადაესვენებინათ. წმინდა მოციქულის ნაწილები არის ქალაქ ედესოში, კონსტანტინოპოლში, უნგრეთში. საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა თომა მოციქულის თავის ქალა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის ერთ-ერთ სოფელ ჭალატყის ეკლესიაში იყო დასვენებული. ამჟამად იგი სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. თომა მოციქულის მცირე ნაწილი აგრეთვე სვეტიცხოვლის ტაძრის ხატის ერთ-ერთ სანაწილეშიც იყო ჩასვენებული. წმინდა მღვდელმთავრის ამბროსი ხელაიას სამეცნიერო ნაშრომში გაცხადებულია, რომ ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც მისივე კვართთან ერთად ოდითგანვე საქართველოს ეკლესიაში იყო დაცული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წმინდა თომა მოციქულს ეკუთვნოდა. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ სიწმინდეთა შორის აღმოჩნდა თომა მოციქულის ბარძაყის ძვალი. სახარების მიხედვით წმინდა თომა განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩეოდა. მისი სისუსტე, მცირედ მორწმუნეობისკენ მიდრეკილება წმინდა წერილში აშკარადაა გაცხადებული და არც თუ უმიზნოდ, რადგან სწორედ მისი სისუსტე და მცირედ მორწმუნეობა გახდა შემდგომში დიდი რწმენის საფუძველი, ხოლო მორწმუნეთათვის იმის მაგალითი თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შიში სიმამაცით, ხოლო ურწმუნოება რწმენით შეცვალოს. წმინდა მოციქულმა ურწმუნოება მაშინ გამოავლინა, როდესაც არ დაიჯერა უფლის მკვდრეთი დაღდგომის ამბავი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვიამბობს მოწაფეთა წინაშე აღდგომილი ქრისტეს გამოცხადების ამბავს. ეს მოვლენა აღდგომის მომდევნო კვირა დღეს მოხდა, როდესაც მოწაფეები კართაკეტილ ქოხში იმალებოდნენ ურიების რისხვას. სწორედ ამ დროს გამოეცხადეთ მათ უფალი და თავისი ჭრილობები უჩვენა.
ამ დროს თომა მოციქული 12-დან ერთ-ერთი იქ არ იმყოფებოდა და მაცხოვრის მოსვლის შესახებ სხვებმა უამბეს. რაზედაც თომამ უპასუხა, ვიდრე არ ვნახავ ლურსმების კვალს მის ხელებზე და მის გვერდის ჭრილობას არ შევეხები ხელით, ვერ დავიჯერებო. 8 დღის შემდეგ უფალი კვლავ გამოეცხადება მოციქულებს, მათ შორის დადგება და თომას მიმართავს. მოყვენ თითნი შენი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელნი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა. ამას კი იმისთვის ითხოვს იგი მოციქულისაგან, რომ თომას გული დატოვოს ურწმუნოებამ და ირწმუნოს უდიდესი სასწაული მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა. ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. თომა ემორჩილება მას. ხელით მოსინჯავს იესოს ხელზე ლურსმნებისა და მახვილის კვალს და ამბობს, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. რაზეც მაცხოვარი პასუხობს, რომ თომას რწმენა შედეგია იმისა, რაც მოციქულმა საკუთარი თვალით იხილა. მაგრამ უმეტესად ბედნიერია იგი, ვისაც იგივე არ უხილავს და მიუხედავად ამისა მაინც წამს იესო ქრისტე როგორც უფალი და ღმერთი. როგორც აღვნიშნეთ, აღდგომის შემდგომ კვირას, აღდგომის განახლების, კვირაცხოვლობის დღეს, თომას კვირას, თომასგან უფლის ჭრილობების განხილვის დღეს უწოდებენ და მას განსაკუთრებულად დღესასწაულობენ ქრისტიანები. ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვევედრებით უფალს, რომ ჩვენი ურწმუნოება ღვთისადმი, რომელიც არ აღემატება და წააგავს მოციქულის ეჭვსა და მერყეობას, ისეთივე მტკიცე სიყვარულით და რწმენით შეცვალოს, როგორც ეს მოციქულის შემთხვევაში მოხდა. ამ ამბამდე წმინდა თომა მოციქული იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში კიდევ 2 გზეს იხსენიება. თავდაპირველად მას ვხედავთ მაშინ, როდესაც მაცხოვარი ბეთანიაში მიდის ლაზარეს მკვდრეთით აღსადგენად. იგი ამბობს, ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა. ახლა წავალ და გავახვიძებო. აქ იესო ლაზარეს გარდაცვალებას გულისხმობს. მაგრამ მოწაფეებს პირდაპირ ესმით მისი სიტყვები და მიუგებენ. უკვე თუ დაიძინა ცხონდეს. მაშინ ქრისტე თავის მოწაფეებს პირდაპირ აუწყებს ლაზარეს სიკვდილის შესახებ. ლაზარე მოკვდა. იგი უბრძანებს მოციქულებს, რომ მასთან ერთად წავიდნენ ბეთანიაში. ამ დროს კვლავ წარმოჩინდება თომას შიში. იგი ფიქრობს, რომ თუ კი იესოსთან ერთად გამოჩნდება იუდეაში, მასაც და სხვა მოწაფეებსაც სიკვდილი ელით. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები, რომლითაც იგი დანარჩენ მოწაფეებს მიმართავს. თუ წავალთ, ჩვენც იესოსთან ერთად მოკვდებით. ამ დროს თომა უკიდურესად შეშინებულია. იგი დარწმუნებულია, რომ ბეთანიაში სიკვდილი ელის და აშკარად აცხადებს კიდეც ამას. მაგრამ იქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომში ეს მშიშარა მოწაფე იმდენად გააძლიერა ღვთის სიყვარულმა და სულიწმინდის მადლმა, რომ იგი მოკვდა ქრისტესთვის. იოანე ღვთისმეტყველის სახარების კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც თომა მოციქულს ვხედავთ. აქ ქრისტე სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე იწყებს ლაპარაკს და ამბობს, ვიდრე იგი მე მივალ უწყით და გზაცა იგი იცით. ამ სიტყვებით იესო აიძულებს მოციქულებს აღიარონ, რომ მათ არ იციან საით მიდის უფალი და შესაბამისად შეუძლებელია უწყოდნენ გზა, რომლითაც იგი მიემართება. შეკითხვას თომა სვამს და სვამს სწორედ იგი იმის გამო, რომ უდიდესი შიშით არის შეპყრობილი. უფალო, არა ვიცით ვიდრე ხვალ დავით არ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად. სწორედ თომა მოციქულის ამ კითხვას მოჰყვება პასუხი, რომელიც მთელი კაცობრიობის სავალ გზას გააცხადებს და ყოველ ჩვენგანს უჩვენებს ცათა სასუფევლის გზას. რქვა მას იესო, მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი. არავინ მოვიდეს მამისა გარდა ჩემ მიერ. ანუ მე ვარ გზა, რომელიც მიდის სასუფეველში, მე ვარ ჭეშმარიტება და გადარჩენა. თუ კი მე შემიცნობთ, შეიცნობთ მამასაც. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში თომა მოციქული ბოლოს მაშინ იხსენიება, როდესაც მკვდრეთით აღდგომილი უფალი ტიბერიის ზღვასთან ეცხადება მოციქულებს. ამ დროს სხვებთან ერთად იმყოფება თომაც. იყვნენ ზოგად სიმონ პეტრე და თომა, რომელსა ერქვა მარჯბილ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაით გალილეასაით,
და ძენი ზებედესნი და სხვანი მოწაფეთაგანი ორნი. და სხვებთან ერთად სასწაულებრივად მონადირებული თევზით დააპურებს მათ.